ეს ზოდიაქოს ნიშანი ძალიან ჭკვიანი და კომუნიკაბელურია. ის ძალიან მარტივად პოულობს საერთო ენას სხვა ადამიანებთან. სწრაფი აზროვნება. ისინი სწრაფად ითვისებენ ახალ ინფორმაციას. საინტერესო მოსაუბრეები ყოველთვის აქვთ თემა სასაუბროთ. ეს ზოდიაქოს ნიშანი ცნობის მოყვარია. უყვარს სწავლა, ახალი იდეები და აღმოჩენები. კრეატიულები ხშირად აქვთ არასტანდარტული აზროვნება. ადაპტირებადი ზოდიაქოს ნიშანია, ძალიან მარტივად ეგუება ახალ სივრცეს, ახალ გარემოს. მისთვის ეს ძალიან მარტივია. საოცარი იუმორის გრძნობა შეუძლიათ სხვა ადამიანებს მხიარული პოზიტიური განწყობა შეუქმნან. აქტიურები და ენერგიულები, სულ მოძრაობაში არიან. მრავალმხრივი ნიჭი აქვთ. ხშირად ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროში არიან წარმატებულები. საოცარი მეგობრები არიან, უყვართ მეგობრების მხარდაჭერა და მათ გვერდზე ყოფნა. და ეს ზოდიაქოს ნიშანი გახლავთ ტყუპები, რომელიც მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ჰაერის ნიშანი არის, როგორც მერწყული. და ურანი ტყუპებში 26 აპრილიდან უახლოესი 7 წლის განმავლობაში შეცვლის ძალიან ბევრ რამეს ტყუპების ცხოვრებაში, იმიტომ რომ პლანეტა ურანი არის მოულოდნელობის და ორიგინალურობის პლანეტა, შეიცვლება თქვენი სფერო, სურვილი გექნებათ იმისა, რომ შეიცვალოს, შეიცვლება თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები შეიცვლებიან და საინტერესო უახლოესი 7 წელი გელოდებათ, რომ გილოცავთ, თავარია თან სრული გაგიშდებათ იმისა, რომ არ გაჩერდეთ, ვიღაცამ არ შეგაჩეროთ. ასევე ცვლილებები ველოდებათ, ვისაც ყავს ტყუპები ასცენდენტი, ანუ ვისაც აქვს ტყუპებში, მათი ცხოვრებაც ასევე იმიჯის მხრივ შეიძლება შეიცვალოს. და ტყუპებს რაც შეეხებათ, მოკლედ ინოვაციების პერიოდი იწყება. ინოვაციების პერიოდი, რომელიც ახალი იდეების და ცვლილებების ფონზე წარმატებას მოუტანს ამ ზოდიაქოს ნიშანს. ასე რომ გილოცავთ. და რაც თორე ამ ზოდიაქოს ნიშანს არასდროს არ ეშინია ცვლილებების პირქით უყვარს. ასე რომ